ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა. აი მას ჩამივარდა შემთხვევით ვიპოვეთ ჩემს ბიბლიოთეკაში და ესეთი გაცრეცილი წიგნია და ძალიან საინტერესო რაღაცებს წავაწყდი. ეს გადავწყვიტე რომ ვინმეს თუ დაინტერესებს კიდე ეს ყოველდღე პატარ-პატარა საინტერესო თავებს წავიკითხო. ახოთ აბა რა გამოვა. მრისხანი აღამახვა თხანთანებში, მიიყვანეს შვენიერი ტყვე ქალი. მეუღლე ბრძოლის დროს დაეღუპა. ძუძუმწოვარი ბავშვი ტყებმა დედის თვალწინ დაანარცხეს ქვაზე და მოუკლეს. თვით დედა კი სილამაზემ გადაარჩინა. ეს ქალი საჩუქრად მიგვარეს შახს. ჩემთვის საჭირო არ არის, ვინ არის ამის მყიდველი ბრძანა ათვალწუნებით საჭურისმა შახმა. ქალი შეისყიდა ვინმე მდიდარმა ჯაფარბეგმა და მიიყვანა იმ კოშკში, რომელსაც ნარიყალა ეწოდებოდა. ჯაფარბეგმა ქალს უბრძანა მაჰმადიანობა მიიღო და მისი ხასა გამختارიყო. ქალმა არაფერი უპასუხა, ჩაფიქრდა, მერე ჯაფარბეგს ხელის გული გაუსინჯა და უთხრა: ხელის გულის ხაზები მეუბნება, რომ შენ ამაღამ საკუთარი ხანჯლით სიკვდილი გიწერიაო. ქალმა ჯაფარბეგს ხანჯალი მოსთხოვა. შეულოცავდა უნებელი გახდები. სიკვდილი თავიდან აქცილდება. მაჰმადიანებს წამთ, რომ ქართველმა ქალებმა იარაღის შელოცვა იციან. ჯაფარბეგმა ხანჯალი შემოიხსნა და ქალს გადასცა. ქალმა ჯერ შეულოცა, მერე ხანჯლის წვერი გულზე მიიდო და ჯაფარბეგს უთხრა: ხანჯლის ტარს ხელი დაჰკარი და დარწმუნდები, რომ მე არ დავიჭრებიო. ჯაფარბეგმა თხოვნა შეუსრულა და ტყვე-ქალი გულგანგვირული დაეცა ბრძანებლის ფეხთა წინაშე. ეს აღსანიშნავია, რომ ასეთივე ლეგენდა მოყვანილი აქვს აკაკის თავის ბაშიაჯუში, გახსოვთ ალბათ, ვისაც ნანახი გაქვთ ფილმი ან წაკითხული. ეს ლეგენდა ნარიყალას ეკუთვნის და რას ამწუხარო, რომ თბილისის წარსულზე უცხოელ ორიენტალისტებმა უფრო მეტი იციან, ვიდრე ჩვენ თბილისის ჰაერით გამოზრდილებმა. არამს თუ წარსულის შესწავლა თბილისის თანამედროვე ყობადიც კი არ არის უნაკლოდ ასახული. აი ესე წერს ჩვენი იოსებ გრიშაშვილი დამწუხრებით, რომ თბილისი არის ძალიან დიდი საიდუმლოებით მოცული ქალაქი. თბილისის ვიწრო ქუჩებს არაერთი მოგზაური უნახავს, მაგრამ შინ დაბრუნების დროს თითქმის ყველას მეტი მოგონება და შთაბეჭდილება რჩება იბნელ ქუჩებიდან, საიდაც კი მონტრეოლის სახლის იაკათაღი ირიბითაა გაწოლილი. იმ ფოლორციდან, სადაც ყარაჩოღელი ბერანჟე ღეროდა, ქალო ხაბარდიანო, გაქვს და გიხარიანო. და იმ ნარიყალის ძველ ბურჯებიდან, რომელიც უამრავ ლეგენდებს ინახავს თავის დახავსებულ ნანგრევებში, ერთი სიტყვით ეს აზიაცკაია ჩასტიფლისა უფრო მეტ მასალას აძლევს მათ მემუარებს, ვიდრე გაევროპიელებული ფართე ქუჩები და ქვის თეჯირები. ბერტელსის აზრით შემაკავებელი ცენტრები, რომლებიც დასავლეთმა გამოიმუშავა, აღმოსავლეთში არ არსებობენ. ამიტომ არის, რომ აღმოსავლელი ხალხი ინტენსიურად განიცდის სიხარულსაც და მწუხარებასაც. ძველი თბილისი ამის ნათელი მაგალითია, ძველი თბილისი. ხელოსნები იგივე მუშები იყვნენ, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით. მაშინ სიტყვას მუშას არ ვიცით რა მოსაზრებით, ან სულ არ ხმარობდნენ, ან თუ ხმარობდნენ იშვიათად. მუშა ეწოდებოდა კურტნით, ფალანით ტვირთის მზიდველს. როცა პირველად სახალხო წარმოდგენების მართვა დაიწყეს 1893 წელს, სცენის მოყვარე მუშებმა შეადგინეს წესდება, რომელსაც ეწოდება სცენის მოყვარე ხელოსანთა ამხანაგობა. საინტერესოა ეს იქნება ვიპოვოთ, უნდა ვიპოვოთ საიუბილეო კრებული სახალხო სახლი 1923 წელი. იქნება ვინმეს გააქვთ და ძალიან საინტერესოა საერთოდ თბილისური თეატრის ისტორიაც. ძალიან საინტერესო იქნება და იქნება ვინმე თუ გაქვთ ეს წიგნი ძალიან გამახარებთ, რომ ასლი რამენაირად მომაწოდოთ. ჩვენ ქალაქად გულისხმობთ თბილისს. ივერიას წერდა: ისტორიულმა დიდებამ თბილისს სახელი იმდენად გაუთქვა, რომ იგი დღეს ყოველთვის ქართველის თვალში მარტო ქალაქია, უხსნებლადაც ადვილი საგზნობია და საცნაური. ქუთაისის ქალაქია, უფრო ძველიცაა ვიდრე თბილისი, მაგრამ ქართველი რომ იტყვის ქალაქს მივდივარ, ქალაქში ვიყავი და ქალაქიდან მივდივარ, ხოლო თბილისს იგულისხმებს და არა სხვა რომელიმე ქალაქს. ივერია 1900 წელი, ნომერი 208 გამოცემა. ასეთივე აზრი აქვს გამოთქმული Эйденбаумс. Если в разговоре упоминается о Калаке, то всякий без объяснения понимает, что это речь идет о Тифлисе. Путеводитель по Кавказу. 1892 წელი. გვერდი 304. ასეთ საინტერესოა ნარიყალა. ყველას გვეგონა რომ ნარიყალა ეს მიყრილია რაღაცა ეგეთი. მაგრამ ნახოთ აბა. რას წერს? ჩვენი დიადი იოსებ გრიშაშვილი. ნარიყალა უკანასკნელ დროს ეწოდა. ალბათ რომელიმე სპარსელი ხანის ნარინის პატივსაცემად.
ძველად მხოლოდ ყალა, ანუ იგივე ყალა ერქვა. ყალა არს ციხე ნაშენი მაღალს კლდესაზე და ჩამოზღუდვილი სალალაკის ხევი მტკვრამდე. ვახუშტის გეოგრაფია 1904 წელი. ქართლის ცხოვრების თქმით, ეს ციხე ნარიყალას სპარსელებს აუშენებიათ. ცხეთის სიმაგრის წინააღმდეგ. შემდგომ მრავალბრძოლების გამო ამ ციხესაც დაკარგვია თავის პირვანდელი სახე. ეს ნანგრევები დღევანდელი თავისი სახით და ტექნიკით წარმოადგენს მე-17-18 საუკუნის ნაგებობას. თბილისი ცნობილია როგორც სავაჭრო ცენტრი. ამ სავაჭრო ცენტრად თათრის მოედანი ითვლებოდა. აქ მოდიოდა ყოველგვარი საქონელი და სულსაც სანოვარი. შორაგალიდან, მარნეულიდან და დურნუკიდან ფქვილი ხორბალი. ყარაიაზიდან ბრინჯი. აღდაშიდან საზამთრო, ზაქადალიდან ლეკური მსხალი. შხლოიდან ყველი, თუშეთიდან და ყარაბაღიდან ცხვარი მატყლი ერბო. ჰამამლიდან კვერცხი. ჯაღალოღლიდან და მანგლისიდან კარტოფილი, ეს ვერ გავიმეორე, ჯალალოღლიდან და მანგლისიდან კარტოფილი შემოდიოდა. ლამბალუდან კარაკი, ჟულფიდან ქაღზმანიდან, აღზევანიდან იგივე მარილი, აბა გაგიგიათ ხო, აღზევანს წავალ მარილს არის მოვითან ბროლსაო. ბორჩალოდან ბოსტნეულობა, ხახვი, ბადრიჯანი და სხვა. თათრის მოედნის შუაგულში გამართული იყო ყაფანი, დიდი სასწორი, საიდანაც საქონელი მცხოვრებლებსა და ვაჭრებს ურიგდებოდა. აი ეს ეხლანდელი განპირობებული მოედანი იყო თბილისის გული, რომელსაც სოფელი აწვდიდა თავის ნაწარმოებს. ერთი პატარა დეტალი, ძალიან საინტერესო დეტალია სხვათა შორის. სოფლიდან მოსული საქონელი ჯერ ქალაქის მცხოვრებლებს უნდა აიყიდათ და შემდეგ ქორვაჭრებს. ქორვაჭარი იგივე სპეკულიანტი ხო, გადამყიდველი, პერეკუფშიკი ძველებურად ესე ერქვა. როცა ყაფანზე ბაირაღი იყო ამართული, მაშინ მცხოვრებლებს უნდა ევაჭრათ. სრულ 12 საათზე ბაირაღს დაუშვებდნენ და ეს იმას ნიშნავდა, რომ ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო ვაჭართა და სოფელთა აღებმიცემობა.